საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის მოგესალმებით და მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. მოვედი ჩემო მეგობრებო, საღამო მშვიდობის. აბა როგორ ვართ? ხმა როგორ ისმის ჩემი? ასწავლი თუ გინდოდეს. სალამი ყველას, მოგესალმებით. გაიხარეთ. საღამო მშვიდობის დავით. ცოტა გადავაზიარე მეგობრებო. და ეხლა დავიწყოთ. 2 წუთი და დავიწყოთ. მოკლედ მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგან ხმა არ ისმის. რატო? კიდე ვისთან არ ისმის ჩემი ხმა მეგობრებო? ჩემი ხმა კიდე ვისთან არ ისმის? ხო, ლიკუნა გადი და შემოდი. უშენობა აქ არის ამს, ხო იცი? ხო. იმიტომ რომ ბლოკებისთვის გჭირდები. ჩემო პატარა, დედამ გინათვალა გულში. აი ხო ხედავ. წამოუარა ცოტა რა უშავს. შემოულაწუნე. ხო. ცოტა შემოულაწუნე, იქიდან შემოულაწუნე, აქედან შემოულაწუნე და ჩაიხრება. ხო. ძალიანაც კარგი. მეგობრებო, დავიწყოთ ახლა. მე დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. მოეწყეთ თავისუფლად, დასხედით თავისუფლად, არაფერზე არ ინერვიულოთ, არავიზე არ იდარდოთ, არ გვინდეს თავის ტკივილები. ხო. დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით. ვიხართ და რა ენერგიებში იმყოფებით მეგობრებო, ამიტომ სანთელი, რას ლაპარაკობ, სანთელი, ტრიფონ. შენც დაგიჭერენ, მეც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც დაიჭერენო. ეხლა მინდა მე თქვენი ენერგიები, ვიხართ და თქვენი სიგნიფიკაცია. ცეცხლები ხართ, მოკლედ, ცეცხლი ადამიანები. ცეცხლები ხართ მეგობრებო, იმედიანები ხართ, მებრძოლეები ხართ. ცეცხლი და აი არ ვიცი რა თქვა. ნახეთ უბრალოდ რა კარტია. ნახეთ უბრალოდ რა სურათია. აი მე რაღაცა გებედნიერებათ თქვენ ხო იცით? მეგობრებო, ესე ხო არ ხართ? მიხარია ესეთ ვყართ. რატომაც არა? ხო, აბა რა? მეგობრებო, სასწაულ ენერგიებში ხართ უბრალოდ. აი არ ვიცი, დავამთავრებ თქვენს აღწერილობას აქვე. ნახეთ, ქვასავით ძლიერები,
აი ნახეთ, მეგობრებო. ება ეხლა აღიალეთ ვისთან მოვიდა ციყვანუნიო. აბა ეხლა ვაღიაროთ გულითო. ესე ლოყებზე ხელი ვინ მოგისვათო ესეო. მეგობრებო. მე აქ რასაც ვხედავ, ძალიან კარგია. ძალიან სათნოა, ძალიან მიმზიდველია, ძალიან ერთგულია, ბავშვურია, აი თითქოს ბავშვობაში დაბრუნდით, თუ რაღაც ესეთია. აბა აღიარეთ ეხლა, რამდენს გაქვთ ეს შეგრძნება. არა უშავს. მე თქვენს ენერგიებს ვკითხულობ. ეხლა მეგობრებო, ყველასთან შეიძლება არ იყოს, რასაც ვიტყვი დეტალებში, მაგრამ თქვენს ინფორმაციას მაინც გაიგებთ. ამოიკითხავთ, კი? არ ინერვიულოთ. რაც თქვენთან არ მოვა, არ ინერვიულოთ. თქვენ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ისე გესიყვარულებათ კი, ძალიან დიდი სიყვარული შეგიძლიათ, ძალიან ერთგულები ხართ. ძალიან მეგობრულები ხართ. აი იცით როგორი ადამიანები ხართ. აი ესე გაიქცევით ადამიანთან. აი თუნდაც მიუახლოვდებით, თუნდაც ჩაეხუტებით, თუნდაც შეეგებებით. აი ესეთი ხართ მეგობრებო. აი ესე გაიქცევით ბავშვურად. ძალიან დიდი სიყვარული შეგიძლიათ, ან ატარებთ დიდ სიყვარულს. ძალიან ერთგულები ხართ. ნახეთ პრედანას. ძალიან ერთგულები ხართ. რესურსული ადამიანი, რესურსები გაქვთ კიდევ. კი. წყლის ენერგიები. სიმდიდრე. წყლიდან ღებულობთ ენერგიებს, მეგობრებო. კი შეიძლება ვინმეს წყალი გიყვარდეთ, ზღვა გიყვარდეთ, ცურაობა გიყვარდეთ. ხო. კი. ძალიან დიდ სიყვარულს გასცემთ. მეგობრულს, მშობლურს, აი თქვენგან ადამიანი ყოველთვის კარგს ღებულობს. ძალიან დავერიე, ძალიან სანდო ადამიანები მიყურებთ. ხა, ბუდიში, მაგრამ ზოგიერთები რომ შემომიხტებიან აქ, იმაზე არ მაქვს საუბარი. კიდევ თქვენი ენერგიები. შეიძლება კიდევ როგორი გაღიმება, როგორი სიცილი გიყვარდეთ, იცით? ეწყო. გაჭედა, ამუბედო გაჭედა. გავაგზელებ მეგობრებო. იცით კიდევ ზოგიერთებს როგორი სიცილი გიყვარდეთ, აი ესეთი, თვალებს დახუჭავთ და აი ჩაბჟირებამდე, აი გადაკვდომამდე, თუნდაც მე ვიცი, ესეთი ვიცი. კი. კი მეგობრებო, ესეთი იცით. ესეთი სიცილი იცით. გულიანი გაცინება იცით. ოღონდ მართლა. ძალიან გულიანი გაცინება იცით. შეიძლება ისე იცინით, ესე კბილებიც გიჩანდეთ. ნუ რა ვიცი, ვისრა და ვისრა ეხლა. ხო. აჰა, გავაგზელებ. თქვენი ენერგიები. მეგობრებო, ნახეთ. ჯერ ერთი იმას ვიტყვი, რომ 100 წლიანები ხართ. ხო. ცოტა შეიძლება ფეხის მოჩქარება არ გიყვარდეთ, მაგრამ ძალიან აკვირდებით ყოველივე დეტალს. კიდევ როგორი ხართ, იცი? ჩქარა არაფერს გადაწყვიტავთ? არა. ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მყარად მიდიხართ, აუჩქარებელი ნაბიჯებით. თუმცა მიდიხართ ყოველთვის ბედნიერებისკენ. კი, ამისთვის ძალიან ბევრს ვცდილობთ, ყოველთვის ბევრს აკეთებთ, აი, თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც საქმეში, თუნდაც პარტნიორობაში, ნებისმიერ სიტუაციაში უფრო მეც თქვენდებთ, თქვენ. ყველანაირად, ფიზიკურად, ემოციურად, ყველანაირად ყველაზე მეც თქვენდებთ. ნახეთ მეგობრებო, კი. და ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანდასახულად, მიზნებს დაისახავთ და მიყვებით, ნახეთ, ხო. მიზნებს დაისახავთ და ამ ყველაფერს მიყვებით.
კი, ბევრ თქვენთაგანთან სიყვარულიც არის, ნახეთ, პარაჟდენი მეჭდი, სიყვარული, ანუ მომავალი სიყვარული, პოტენციალი, ხო, რაღაც თითქოს სიყვარული, ხო, იცით როგორა ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ესე პატარა ნაბიჯებით მიდიხართ, კი, მეგობრებო, ნამდვილად მიდიხართ, თქვენი ენერგიები, ბატონო, აღარ გავაგრძელებ, აი რა გავაკეთო, თქვენ ცხოვრებაში უკვე ანათებს, თქვენ ცხოვრებაში უკვე აფეთქებები მოხდა, თქვენ ცხოვრებაში ან დიდი სიყვარული უკვე არის, ან უკვე შემოდის მეგობრებო, მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ, თქვენს ირგვლივ მიმოიხედეთ, თქვენს ირგვლივ უკვე არის ესეთი ადამიანი, ჩემო ძვირფასებო, კი, ადამიანი, რომელიც მოგირჩენთ ჭრილობებს, იარებს, დაგროვებულ გულის ტკივილებს გაგიქარვებთ, ადამიანთან ერთად, ადამიანი, რომელთანაც შეგიძლიათ ყავის დალევა, ჩაის დალევა, აი უბრალოდ მეგობრებო, შეხედეთ, ნებისმიერ დროს, ვრემია, ნახე დრო, ადამიანთან, რომელთანაც შეგიძლია ისაუბროთ, ადამიანთან, რომელთანაც შეგიძლიათ გულთბილად, გულალალად, აი გულმართალად ყავა დალიოთ. თქვენც ხო იცით, ხა ყავას ყოველასთან ვერ დალიოთ. ხო. ყავა ყოველასთან არ დაილევა, ხო იცით, მეგობრებო? იმედია იცით? ხო. მე მაგალითად ყოველასთან ყავას არ ვსვამ. ამიტომ თქვენ ცხოვრებაში ვიღაც არის, მეგობრებო, ან უკვე არის, ან ამეღამა მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ხვალიდან შემოაბიჯებს, იმიტომ რომ დროა უკვე. კი. ან უკვე არის, ან ჰათუჰა. ეს ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით. ძალიან დიდი პატივისცემით. ძალიან დიდი დაფასებით, ერთგულებით, მეგობრობით დაიწყება თქვენი ურთიერთობა. ხო. კი, მეგობრებო. და აი ნახეთ. აი ესეც ნახეთ. არი ფიქრო მე წარსულზე. რა წარსული, მეგობრებო? რა წარსულზე საუბრობთ, ხახნა? მოაშორეთ აქედან. როგორ შეიძლება? მეგობრებო. ტარჟესტო, ერთგულება. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო, მე წარსულზე არ ვსაუბრობ. არა, ეს არის ჰათუჰა შემოსული ახალი ურთიერთობა, რომელიც დაიწყება მეგობრობით, ან დაიწყო უკვე მეგობრობით, ან ხო. ან დაწყებულია, ან ნაწი დაიწყება მეგობრობით. როიცოდეთ და მიდის ძალიან დიდ სიყვარულამდე. ძალიან დიდ სიყვარულამდე მიდის. საიმედო სიყვარულამდე მიდის. სადაც იქნებით ბედნიერები. აი რა ვქნა. აი უბრალოდ შეხედეთ. ხედავთ? ეს იქნება ძალიან ფასეული ურთიერთობა თქვენთვის. პაკრავი წელსტვენი, დრაგაცენი, მდობრი. ხო. ურთიერთობა, სადაც იქნებით ორივე ჩვენ. მე, შენ, არა. აქ იქნება ჩვენ. ხო. და სადაც იქნება ბედნიერება, სადაც იქნება იმედი და სიყვარული. სიყვარული, იმედი და ბედნიერება. კი. ძალიან სასიამოვნოა, ვერ ნასცი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, ესეთი ურთიერთობა გელოდებათ. ასე რომ არანაირი წარსული ჩემო მეგობრებო, გაუშვით, იმის იქით კიდევ. იქეთ და იმის იქეთ, გაუშვით. უკან არ მოიხედოთ, ისე წადით წინ. ხო. უკან არ მოიხედოთ, ისე წადით წინ. არ შეიძლება. ხატია არ შეიძლება, რასაც წერ. არ შეიძლება. რა თქმა უნდა. არანაირი უკან დაბრუნება, მეგობრებო. ხო არ გადააოთ. მოკლედ. ეხლა მინდა მე ჩაიფიქრეთ ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქრეთ და მისი ენერგიები წავიკითხოთ, მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა დავდებ. კი. რა თქმა უნდა, თავისივე ხარვეზებით დავდებ.
იმედია არ გამაგდებს TikTok-ი, თორე როგორიც არის, ისეთივეს დავდებ კი. YouTube ლინკი მიმაგრებული მაქვს, მეგობრებო, ჩემს TikTok გვერდზე. გადმოდით და YouTube გვერდი მიმაგრებული მაქვს ჩემი ფოტოს ქვემოთ. მოკლედ. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხათ დიდი სიყვარულით, მეგობრებო, გაიხარეთ, არა მიშავს. სალამი ყველას. ეხლა ჩაიფიქრეთ ადამიანი და გავარკვიოთ ეხლა მისი ენერგიები, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, მეგობრებო, მეზობელი, მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, ნათესავი, დედმამიშვილი, რა ვიცი, ვინც გინდათ. სურვილი სამებრო. დავიწყებ ეხლა მისი ენერგიები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. დაღლილია ძალიან. ამ ადამიანს ფეხზე ძინავს. თვალებდახუჭული ძინავს, მეგობრებო. ფეხზე დამდგარი ესე ძინავს. ვერც თავს იწესრიგებს, ვერც იღებება თუ იკრასკება, ვერც მაკიაჟს იკეთებს, ვერც თმას იბარცხნის, ვერც ტანსაცმელს იცვლის, რაღაც ესეთი სიტუაცია აქვს. ისი ენერგიები. მე მგონი ეს ადამიანი ადრე დაბერდა სტარას და აი ხედავთ. ჯოხით მიდის ადამიანი. ამ ადამიანს იცით როგორი სიტუაცია აქვს, მეგობრებო? აი ხო გეუბნებით, ადრე დაბერებული ადამიანები, მე სიბერეს არავის სიბერეს არ ვეხები. ღმერთმა ყველა უნდა დააბეროს, მაგრამ გაუშვი, დოჭი, გაუშვი. ადამიანი ვინც ესე გარბის, ხო, გაუშვი. იქეთ და იმის იქეთ გაამწესე. გაიქცეს, გასაქცევი გაიქცეს. სანამდე ირბეს დაინახავ. ხო, ეს ადამიანი დაბერდა, მეგობრებო. ეხლა რო შეხედოთ, ხო, ამ ადამიანს, იმაზე მეტი შეხედულება იქნება, რაც ასაკი აქვს, კი? დედას გეფიცებით. კიდევ, მისი სიგნიფიკაცია. მისი ბრალია. თავისივე ხელით გაიფუჭა საქმე. თან სერიოზულად. ხო, თუმცა ეს არის მისი გაკვეთილი. გამოცდილება, გამოცდა, რომელიც ვერ ჩააბარა. უბრალოდ შეხედეთ ახლა. ხედავთ, ხო? გამოცდა, ტრებავანია ზადაჩი ისპიტანიე. გამოცდა მოუწყო სამყარომ, რომელიც ვერ ჩააბარა ადამიანმა. და იცით როგორი ვიდი აქვს ახლა? 80 წლის ადამიანს გავდეს იქნებ. აი ესეა ჩემო მეგობრებო. კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანი წერს და თვითონ კითხულობს. ან შეიძლება წერა უყვარდეს, ან რაღაცის კეთება უყვარდეს. ეს ადამიანი ხელით რაღაცას აკეთებს. ხო. ეს ადამიანი ხელით რაღაცას აკეთებს. კი. კიდევ მისი ენერგიები. იცით როგორაა, მეგობრებო? შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ბედის ბორბალია დატრიალებული, სამართლიანად. ეხლა რა გაკვეთილსაც გადის, ეს არის სამართლიანი ბედის ბორბალისია დატრიალებული, მეგობრებო, რომ აი არ ვიცი. აი რა არის ეს ვერტები? ხო. მიდის იცით საითკენ? ამ ადამიანს უნდა სამერშენსტვა. აი რა ქვია, პრიმერ სამერშენსტვა. ღმერთო მავიწყდება ქართული. სრულყოფილება, ბედნიერება, სიყვარული, გაოცებები, გაკვირვებები შეიძლება უკვირდეს თავისი ცხოვრების თითქოს და ჩემს ცხოვრებას არ გავს ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩემ თავს, ამას ამბობს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სამართლიანად მჭირს ყველაფერია. ხო. კიდევ რაო? ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, კი, იქნება ცუდად, მეგობრებო. ხო გეუბნები სამართლიანად მოაკითხა ტრანსფორმაცია. ხო. ეხლა არ ვიცი რამდენი დაიჯერებთ, მაგრამ ეს ადამიანი ამ ფიცსდებს უფალთან, რომ მივაღწევ იმას, რაც მინდა. სიმართლე
მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდაო. სიყვარული და სიყვარული და მხოლოდ სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდაო. საცოდავია მის დღე. ხო, თქვენთან შვილი უნდა, თქვენთან ცხოვრების გაგრძელება უნდა. კონკრეტულად გაკონტროლეთ ეს ადამიანი 24/7-ზე. ყოველ თქვენს დანახვაზე, მეგობრებო, ამ ადამიანს ხო ჭრილობა უშუშდება, რეინკარნაციას გადის ეს ადამიანი. ძალიან უნდა თქვენთან გამოსვლა კონტაქტზე, გამოქცევა, ჩახუტება, აი უნდა რომ ამ ადამიანს უნდა რომ ესე ხელი მოგხვიოთ. ესე სადმე მიგაყუდოთ. მიყუდებული. ამ ადამიანს უნდა რომ ერთ დღეს გაიღვიძოს, ხო და ესე ჩახუტებული იყოთ მასთან. საცოდავია მის დღე. არავის არ ეუბნება თქვენზე. თქვენ შესახებ არავის არ უყვება და ეხლა მე რას მეუბნება იცი? აღარ გააგრძელო მეტი საკმარისია რაც თქვია. ხო. აღარ გააგრძელო მეუბნება. ესე მეუბნება ზუსტად არ თქვა მეტია. ხო. არ თქვა მეტია. ხო და არც ვიტყვი მეგობრებო. რაც თქვი უკვე საკმარისია. ესეთი იყო მისი ენერგიები. დავქნათ. სიზმარი, დავით სიზმარი. თქვენ ხო იცით ქართული მულტფილმი მეგობრებო. აქეთ მზე, იქეთ მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავებიო. მულტფილმი, ანიმაციური ფილმი სიზმარა. ხა, მეფეს რო ესიზმება, თაგვები და თაგვები მესიზმებაო. აგენი ესიზმება იმ საცოდავს. მაგ თაგვებია რო შეჭამს მაგას მეგობრებო. აბა როგორ ეხლა? ხო შეგეჭამათ ნერვები. ხო და ეხლა მაგი შეჭამოს თაგვებმა. აბა შეჭამოს. არ შეგეცოდოთ მეგობრებო. ხო, პრინავი ღორები. ღამურები. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი ჩვენი თემა არის ესეთი. ჩემმა ერთმა პატარა გოგომ შემომთავაზა ესეთი ლაივი გააკეთეო. მისი მომდევნო ნაბიჯებიო. ხო, და გავაკეთებ ახლა მის ნაბიჯებს. წავიღინო? ნაბიჯებს ამ გულზე რატო მაბიჯებ? ესე მოგიმღერებთ მეგობრებო. ესე მღერის მიყვარხარ. ხო. ხო და დავამთავრე ახლა. დეშენედენენ. ხა, ემღერება ადამიანს რა გააკეთოს? ამაუყურე. მისი მომდევნო ნაბიჯები დავიწყოთ მეგობრებო. როგორ ვფიქრობთ ახლა თქვენ? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის მომდევნო ნაბიჯები, რას უნდა ელოდოთ მისგან? ვისთვის უნდა იყოთ მზად მისგან? ხო, მეგობრებო. რისთვის უნდა იყოთ მზად მისგან? მე შენ გეტყვი, მეგობრებო. რა ხდება? მოდის. სიყვარულისთვის მოდის. გამარჯვებისთვის მოდის. ოცნებების ასასრულებლად მოდის. შურიანობით მოდის ბოლოს. ამ ადამიანს ძალიან შურს თქვენი ცხოვრება შურს, თქვენი ხასიათი შურს, თქვენი ყველაფერი შურს. მისთვის ძალიან ისეთი შორს მჭრეტელი ვარსკვლავი ხართ. ალბათ ესე უნდა მეთქვა, კი. ამ ადამიანიდან რაღაცა ამბავს გაიგებთ, ან ამ ადამიანზე რაღაც ამბავს გაიგებთ. ხო. შურით და ბოღმით ავსია, მეგობრებო. მოტყუებულია ეხლა თვითონ. ბოღმანიუსი. ბოღმანიუსია.
ხო, ბოღმანიუსია კი, კიდევ. მისი მომდევნო ნაბიჯები. ნაბიჯები იქნება გეუბნებით. რაღაცა იქნება, ან მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ ამ ადამიანზე, ან ამ ადამიანიდან გაიგებთ რაღაც ამბავს. ხო, იცით რა ამბავს გაიგებთ? იმას გაიგებთ, რომ ცუდათან. იმას გაიგებთ, რომ სირცხვილის გრძნობამ შეაწუხათ. მე ახლა არ გამომიხდეთ აქ. ხო, იმიტომ რომ თქვენგან წასულია, ამ ადამიანმა ზურგი გაქციათ. ხო, ხა თვითონ აქ გულგატეხილი. მისი მომდევნო ნაბიჯები. ავადმყოფურათაა მეგობრებო, ავადმყოფია. ავადმყოფის სიტყვად ავადმყოფი არა, მართლა ავადაა. თუმცა მანიპულატორი. ამ ადამიანიდან რას ელოდით კარგს არ ვიცი, მე მაპატიეთ, მაგრამ. ხო. რატომ მოვიქეციო ასეო? ერთი მაინტერესებს ძალიან. რატომ მოიქცა ესე? რა დააშავა? რა დააშავა, მეგობრებო? აჰა. ჯერ რაღაც შემოგთავაზat, თითქოს რაღაც დაგპირდათ, თითქოს რაღაც მოილაპარაკეთ, ადგა მერე და დაახვია რო იტყვიან, ხო, მეგობრებო? ურთიერთობის გაწყვეტა, წასვლა ურთიერთობიდან, მეგობრობის გაწყვეტა, ურთიერთობის გაწყვეტა, გადაშენება და მოწყვეტა. ხო, მეგობრებო, ასექნა, ხო? ასექნა, ხო, მეგობრებო? ხო. აი ესეთი ადამიანები, სტაბილურები, ადამიანებს, რომლებსაც შეგიძლიათ ფუფუნების შექმნა, კომფორტი გაქვთ, თქვენი კომფორტის ზონაში იმყოფებით, ესე ხედავთ თვითონ. თქვენ ხართ თქვენს კომფორტის ზონაში, ყველაფერი გაქვთ, ფინანსებიც გაქვთ. აი ესე სკამზეზი ხართ, მაღალ ზურგიან სკამზე, ესე დედოფლებად. ანუ კარალევა მარგო, ხო, მეგობრებო? ხო. ესე ზიხართ. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა, თქვენზე ვსაუბრობ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ რა ხატია? ხო. დედოფლებო, თუ კი ქალბატონები მიყურებთ, მოგმართათ დედოფლებო, კი. და მამაკაცებო, თქვენ თუ მიყურებთ ახლა და შემოbrunებულად თუ უსმენთ ამ ყველაფერს, ხო? ესე ხედავთ თქვენი ქალბატონი. თქვენი ქალბატონი კიდე შეიძლება იმყოფებოდა ესე, ფუფუნებაში, თქვენთან ცხოვრებაში. ხო. ფუფუნებაში იყო, მაგრამ ჩაეფსა ისტორიებში. კიდევ. ხო? თან სამართლიანად მეგობრებო. ჩაუვარდა კოზინაცარში სამართლიანად. სამართლიანად. ხო. სამართალმა გადაწყვიტა ასე. მისი მომდევნო ნაბიჯები. მისი მომდევნო ნაბიჯები. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეო იძახის. ხო. იცით როგორ ამბობს? გავიზარდეო, გონივრულად ვუდგები უყურებ უკვე ამ ყველაფერსა. კიდევ მისი ნაბიჯები, რა ნაბიჯები მეგობრებო? დაცოდავი ამის დღე. გაგეიზარდა, დარჩენილია წარსულ ცხოვრებაში. თქვენთან ერთად იყო გაზრდილი, თქვენს მერე არაფერი აღარა ის დაპატარავებულია. ჩიაკაცივითა გამხდარი მეგობრებო. არაფერი ამასთან არ ხდება კაი. გრევები, ქცევები და ხჩობები აქვს. მე თუ მკითხავთ. ინგრევა და იქცევა მასთან ყველაფერი. წვიმით, ქარით, ქარაშვოთით, ქარიშხალით, ცუნამია მასთან. მეგობრებო, მასთან არის ცუნამი. ამიდან რას უნდა ელოდეთ? ეჭვით დაავადებული. ეს ადამიანი არის ეჭვით დაავადებული. აქ მე ვხედავ ღალატს, აქ მე ვხედავ დაბრკოლებებს, ტყუილებს ვხედავ, არასტაბილურობას ვხედავ, ცვალებად ხასიათს ვხედავ წინააღმდეგობებს, ურთიერთშეთანხმება არ იყო თქვენს ურთიერთობაში. არა. არა, მეგობრებო. ბრძოლები, სულუბედურებები. ამ ადამიანს ნამეტნავად მოუვიდა. ტრიფონია, ხო იცით ტრიფონია მეგობრებო, შერეკილებში როა, აი ზუსტად შერეკილია, ბერტყილია. ძალიან ბევრი მოუვიდა. იცით რა დაკარგა თავისი ამ პარტავნობით დაკარგა ყველაფერი. თავისი სიჯიუტით დაკარგა ყველაფერი, მეტის მეტი მოუვიდა.
ეხლა ეს ადამიანი მეგობრებო ძალიან ცუდად ეშინია დაგვიანების, ან ხო არ დააგვიანდა უკვე. ამას ფიქრობს. წინ დაუხედავი ნაბიჯები. ეს ადამიანი რა შევა იცი? ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ჯერ წავიდა და მერე იფიქრა რა აკეთა. ჯერ წავიდა და მერე იფიქრა მის წასვლაზე, მეგობრებო. რა მოყვებოდა მის წასვლას, ან რა მოყვა მის წასვლას. აი ხო ხვდებით? წინ დაუხედავი ნაბიჯები და წასვლა. რომ წავიდა მერე იფიქრა, რომ ცუდად მოუვიდა. გაუგებრობაშია ეხლა. ეხლა რა თქმა აღარ იცის. სპეციალურად როგორ მოგწეროთ, როგორ მოიკითხოს თქვენი ამბავი სპეციალურად იმას ფიქრობს ეხლა. ამ ადამიანმა თქვენი რესურსი დაკარგა, თქვენგან რესურსი დაკარგა. მე არ ვიცი ვინ რას აძლევდით, ვინ რას იღებდით, ვინ რას იღებდა ამ ადამიანიდან. თქვენგან ძალიან დიდი რესურსი დაკარგა. თქვენი დაკარგვით დიდი რესურსი დაკარგა. დაკარგა ფინანსური რესურსი, წყარო ფინანსური და კიდე დაკარგა საარსებო რესურსი და მეგობრებო დაკარგა კიდევ ძალა. კი ბატონო. საყვარელი ადამიანი დაკარგა, სტაბილური ადამიანი დაკარგა, შეხედეთ? ცხრიანების მონეტა, პენტაკლები, პენტაკლების პარტნიორი დაკარგა. თქვენგან იცით რა ხელა ენერგიას ღებულობდა? თქვენ არ აფასებთ თქვენ თავს და ის მიხვდა უკვე რაც ხართ მისთვის. რადგინდა მე აგირო აქ. არაფერში აღარ გარგიათ ეს. არა. მისი ნაბიჯები. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ ეს ადამიანი? ნუ ვისაც გაინტერესებთ რა თქმა უნდა. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი? ვერაფერს მეგობრებო. იგივე შეცდომებს დაუშვებს. გეტყვით ახლა, ეს თუ თქვენი ოჯახის წევრი იყო, თქვენთან დაბრუნება უნდა, მაგრამ ვაი ამას, თქვენ რომ დაიბრუნოთ. ეს იქნება ყველაფერი მოჩვენებით. იგივე შეცდომები, იგივე წვეზე სიარული, იგივენაირად მოჩვენებითი ყველაფერი, მეგობრებო. კიდევ შეცდომებზე შეცდომები და ნაკარგები. ეს ადამიანი შეიძლება დესპოტიც იყოს. დესპოტური, საქციელები ქონდეს ისეთი უხეში, საუბარი უხეში, საქციელი უხეში, ქმედებები უხეში. რაღაც ესეთი უხეში მეგობრებო. კიდევ თუ კი რაიმე შეეკითხებით, პასუხი უკმეხი. სირთულეები, პრობლემები, არეულ-დარეულობა, ნერვიულობა, ერთად თუ მიდიოდით სადმე, გზაზე, აქაც ნერვიულობა გქონდათ, ნერვები დაგლეჯაზე გქონდათ. ეს გზა ყოველთვის იყო ნერვიულობით, სავსე. სადაც არ უნდა წასულიყავით. ოჯახით მიდიოდით თუ მეგობრებთან ერთად იყავით, ეს წასვლა ყოველთვის იყო ნერვიულობით დასრულებული. გზავრობა თუ გადაადგილება ამ ადამიანთან, კეიფი თუ დროს ტარება, ყველაფერი იყო ნერვიულობით სავსე. დესპოტური საქციელით ამ ადამიანს ეხლა ქალბატონების გასაგონად ვიტყვი. თუ კი თქვენს პარტნიორს დალევა უყვარს მეგობრებო, სავარაუდოდ ცუდი სიმთვრალე აქვს, კი. სასტიკი სიმთვრალე აქვს ამ ადამიანს. ზოგიერთების შემთხვევაში ესეც იქნება, კი. პათოლოგი. კიდევ მეგობრებო, ძალიან მინდა რომ მოვასწრო, რომ არ გამითიშოს. მისი ნაბიჯები, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ ეს ადამიანი? არა, მოდით ჯერ მინდა ვკითხო. გრძნობებზე რას გვეტყვის? მეგობრებო? გრძნობებზე რას გვეტყვის? ბუმერანგი. მეგობრებო, ესეც თქვენი ბუმერანგი.
ესეც თქვენი ბუმერანგი მისკენ. იცით მეგობრებო, ეს ადამიანი სხვათა შორის ახლებურად მიუდგება ამ ურთიერთობას. იმიტომ რომ ბუმერანგი დაუბრუნდა. ამ ადამიანს თავში მოხდა კი? თავში მოხდა. ის რაც ცუდად მოიქცა, უკან დაუბრუნდა ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი უკან დაუბრუნდა. ახლა აქ ძალიან ბევრი პრობლემები. ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას და ვერ გადაუწყვეტია, წინ წავიდეს თუ ისევ იქ დარჩეს. თქვენ გამო კიდევ კამათობს. თუ თქვენ სამკუთხედში ხართ, ნებით თუ უნებლიეთ, მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენ გამო კამათობს. იქ სადაც არის. თუ არიციან ნიშანდობლივ თქვენი სახელი, იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ და თქვენ გამო კამათობს. უბედურ დღეშია, რო იცოდეთ. კონფლიქტებშია. ქალის გამო კამათობს. კონფლიქტებშია. ოხო, ღამე აცინას. აქ შეიძლება იყოს მუცლის მოშლაც. ბავშვის დაკარგვაც, ორსულობის შეწყვეტაც. მოტყუება, ვერაგობა, იმპოტენცია, ურთიერთობის დაკარგვა. აი, აქ საშინელებები. მეგობრებო, არ ვიცი ახლა უნდა გიხაროდეთ თუ უნდა გწყენდეთ. ეს ადამიანი, მეგობრებო, აი ნახეთ რა წერია. ხო ხედავთ რაც აწერია. მეგობრებო, ხედავთ? აი ესა. აი ეს მეორე სიტყვა. აღარ ჰყავს პარტნიორი. ან აღარ ჰყავს პარტნიორი და ან აღარ შეუძლია უკვე პარტნიორობა. აი ასე აქვს საქმე. კიდევ მისი მომდევნო ნაბიჯები, მეგობრებო. რა ნაბიჯებს, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადმოდგამთ, თუმცა რადგინდოდეს ესეთი ადამიანი, მე აღარ ვიცი უკვე თქვენ ვის რაში გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გადმოდგამს. ამ ადამიანს ჯერ საკუთარი თავი აქვს მისახედი. მტარზე ვენოკია ერთი, მოიკითხეთ ისე საზღვათა შორისოთ თუ აცოცხალი? მეგობრებო, ცოცხალია? თუ წერია ცოცხლების სიაში? ხომ არ მეტყვით? იმ პერფორმანსში წევს გდია ქვია ამას. თავ უკუღმადებს. თავ უკუღმადებს, მეგობრებო, დევს, კი არ წევს, დევს. არასრულყოფილებაში იმყოფება, სამყაროს გოუბრაზდა საწოდას. რა მაგარია, ხო? სამყაროს გოუბრაზდა. ხმლების მეფე. ლენჩიაშვილი. ეს ადამიანი ხო გეუბნები ხელჩართული კამათობს ვიღაცას ან ბრძოლობს. იქნებ თქვენ გებრძოლებოდათ ესე ბრძოლობდით ალბათ ამასთან, მეგობრებო. მუშტიკრივი ქონდათ გამართული პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. სავარაუდოდ კი. ოჯახი ხო გეუბნებით. რაზე კამათობდით, მეგობრებო, ფინანსებზე? აქ ფინანსებზე იყო კამათი. აი, უბრალოდ შეხედე, კამათი და ფინანსები. აქ ფინანსებზე იყო კამათი, მემკვიდრეობაზე იყო კამათი, მატერიალურზე იყო კამათი, ოქრო, ვერცხლი. ვის რა გქონდათ ახლა მე არ ვიცი. რა ვერ გაიყავით, მაგრამ ვერ გაძღა მისი გული. ვერა, მეგობრებო, გაუმაძღრობას აქ ადგილი. მისი მომდევნო ნაბიჯები. ესე 900-ს იქით დგას და ესე გიყურებთ. ის იქით ნაპირზეა და თქვენ აქეთ ნაპირზე ხართ. ესე გიყურებთ, მეგობრებო, იქედან აქეთ. თუ აქედან იქეთ. წეველი თუა ეწევა, სიმწრიდან ეწევა. ერთში ხელში ჯოხი უკავია და მეორეში რაღაცა უკავია სიგარეტივით. იქნებ მწეველია და სიმწრიდან ეწევა. იქნებ ყლაპავდეს ამ სიგარეტს. დარჩენილი ესე 4 კედელში, მეგობრებო, ცარიელ კედლებშია მისი თავი. საცოდავი ამის დღე. ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს. აი ხო გეუბნებით, ნახეთ რა წერია, ბრძოლა. შრომა სურვილები, რომელიც არ ასრულდა. ბრძოლობს, შრომობს, მაგრამ არ უსრულდება არაფერი. იმიტომ რომ მისმა მატარებელმა შეიარა და დაუქნია ხელი. კარგად იყავი, ესე უთხრა.
ეხლა აქ ბრძოლა გადარჩენისთვის. აჰა, კარტი გადამივარდა. აღება ხო გინდა ეხლა ამის? ხო, უკან არ დავიხევო ამბობს. არ დაგთმობთ, მეგობრებო. ეს ადამიანი ჯერჯერობით არ დაგთმობთ. რაღაც პერიოდი თავს არ დაგანებებთ. არა, აქ ლაპარაკობთ. ნაბიჯები იქნება არანაირი, მაგრამ არც თავს დაგანებებთ. ნერვებზე ითამაშებს. როგორ ითამაშებს თქვენს ნერვებზე? როგორ? ხო. დაბრკოლებების შექმნა უნდა, მატერიალური, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა მატერიალური პრობლემების შექმნა თქვენთვის. ხო, პრობლემების შექმნა უნდა თქვენთვის. კიდევ რა? ხო, კიდევ რა? თავიდან ცხოვრების, ანუ უყურეთ ეხლა რას ამბობს. თუ თქვენ მასთან გადაწყვიტავთ თავიდან ცხოვრების დაწყებას, ყველაფერი კარგად იქნება ვამბობს. თუ არა და პრობლემები შეგიქმნიო, ამას უნდა ელოდეთ მისგან. არანორმალური, მეგობრებო. ამას ქვია არანორმალური. ხო, ლენჩი. თუ გამოუვა ეს ყველაფერი მას რასაც ამბობს. გამოუვა? თუ გამოუვა, თქვენთვის დაბრკოლებების მოტანა თუ გამოუვა, მეგობრებო. დაბრკოლებების შექმნა თქვენთვის გამოუვა? თქვენთვის დაბრკოლების შექმნა გამოუვა? არა, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ გამოუვა, ვერ გამოუვა. ტყუილად დაკარგავთ დროს. ეს ადამიანი თუ მაგთან წავა და რაიმეს გააკეთებს, საწინააღმდეგოდ ჯადოს, ტყულა გადაყრის ფულს, არაფერი არ გამოუვა, მეგობრებო, არი ნერვიულოთ. ვერ შეგეხებათ, გამორიცხულია. არა, მეგობრებო. არაფერი არ გამოუვა. გამორიცხულია, მეგობრებო. ვერაფერს ვერ დაგიშალეთ. თუმცა ფიქრობს, მაგრამ არ გამოუვა. მიხდება რომ მოტყუებულია. იმიტომ არ გამოუვა, რომ მოკლედ არ გამოუვა რა. ძალიან მაინტერესებს ახლა თქვენი რეაქცია ამ ყველაფერთან. თქვენი რეაქცია, მეგობრებო. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ მოიცადეთ, მეგობრებო. კარგი გეუბნებათ. თქვენ მოიცადეთ და თქვენ დააკვირდით ამ ყველაფერს. გამოიჩინეთ კეთილგონიერება. არ დააიგნოროთ. თქვენი გონება არ დააიგნოროთ, მეგობრებო. არანაირი სიყვარული არ გასცეთ. არანაირი არაფერი მისკენ, მეგობრებო. არა, რას ლაპარაკობთ? ეს ადამიანი უკან არ უნდა მოუშვათ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ რაღაც მოულოდნელ სასიხარულო ამბავს გაიგებთ. ეს ამბავი შეიძლება ეხებოდეს ჯანმრთელობას, ფინანსებს, მემკვიდრეობას, ადვოკატის სფეროში თუ კი გაქვთ რაიმე იმას, ბიზნეს საქმიანობას, პასუხისმგებლობას, სადაც იქნება დადებითი პასუხი თქვენთან. კი ბატონო, იცოდეთ, რომ ეს იქნება დადებითი პასუხი. ეს შეიძლება იყოს ივნისის, ეხლა ხო ივნისია, კი მეგობრებო. ამ თვის ბოლოდან უკვე თქვენ მიიღებთ რაღაც საბუთს, რაღაც ჯანმრთელობას, რაც იქნება უკეთესობა და გავიმეორებ. ეს იქნება ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის ფინანსების პრობლემა, ეს არის მემკვიდრეობის პრობლემა, ის პრობლემა, რაც გაწუხებთ ეხლა ნებისმიერ თქვენთანს. ხო. არი ნერვიულოთ. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა მეც, მეგობრებო, 3 ჯერ გავიკეთე ერთი და იგივე გამოკვლევა. არი ნერვიულო. ხო, მეგობრებო, ყველაფერი იქნება 5-იანზე. არი ნერვიულოთ. აქ იქნება
გეტყვით ახლა, რიცხვი ორიანებთან კავშირში. ეს შეიძლება იყოს 12 რიცხვი, 2 რიცხვი, 22 რიცხვი, 2 რიცხვი, 12 რიცხვი, შეიძლება იყოს 20 რიცხვიც, 22 რიცხვიც, შეიძლება იყოს, ხო, 22 რიცხვი. მოკლედ, მეგობრებო, ივნისის ბოლოდან ივლისის თვემდე 2 თვე. 2 თვე, მეგობრებო, მაქსიმუმ ყველაზე დიდი 2 თვე. 2 თვის იქეთ არა. ამიტომ სიკეთისკენ ელოდეთ რაღაც გადაწყვეტილებას, მოულოდნელად იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის. ხო. თქვენ რა? თქვენ. ხო გეუბნებით. თქვენ მოგეცემათ, თქვენ გეძლებათ რაღაც მოულოდნელი საჩუქარი. ეს საჩუქარი არის ის, რაზეც ოცნებობთ, ან ოცნებობდით ბავშვობაში, ან ოცნებობთ როგორც ბავშვი, ისე, მე არ ვიცი რა არის, თითქოს რაღაც გზები გეხსნებათ, მეგობრებო, ახალი ალიანსები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ახალი ნაცნობობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ახალი მეგობრები გაიჩინოთ, ახალი საქმიანობა წამოიწყოთ, ხო, თითქოს რაღაც იმედის დაპირწყალი ჩაგისახლდებათ გულში და ეს იქნება თქვენი მოულოდნელი საჩუქარი სამყაროდან. აი ნახეთ. გეუბნებით, თუ კი გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენად შეუძლოთ იყავით, ძალა არ გქონდათ მუშაობის, ეს გაგიუმჯობესდებათ, მეგობრებო. ხო. გაგიუმჯობესდებათ, კი. რაღაც შეტყობინებას მიიღებთ. რა შეტყობინებას მიიღებთ, მეგობრებო და ნახეთ, ახლა რა სურათია აქ. შეტყობინებას მიიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი, რომელმაც სამარე გაგითხარათ ან გითხრიდათ, თვითონ ჩავარდება შით. კი, თავის გათხრილ სამარეში ჩავარდება თვითონ. კიდევ რას გეტყოდათ კაცი? ხა. უყურეთ ახლა, ეს ადამიანი, ალბათ ეს ამბავი უნდა გაგეგოთ და გწოდნოდათ. ძალიან ბევრ კონფლიქტებშია, კონფლიქტურ სიტუაციებშია, ყველგან კამათი აქვს, ყველგან ჩხუბი აქვს, ყველგან ტკივილი აქვს, ყველგან გადადგომა აქვს, დასვენება აქვს, თუ არა აქვს დასვენება, თუ რაც აქვს, უასოზე აქვს ყველაფერი ამ ადამიანს. 24 შვიდზე შეიძლება მუშაობდეს თავჩარგული, მუხჩახრილი, მაგრამ მეგობრებო, სულ კამათი აქვს, კამათი უწევს. ამ ადამიანს უყურე როგორ აქვს, ცალი ფეხით რაღაცა დამბულია, მეგობრებო. ხო. ეს ადამიანი რაღაცა დამბულია. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. თმები ყალზე აქვს დამდგარი უკვე მისი ცხოვრებიდან, ისეთი ცხოვრება აქვს, მეგობრებო, რომ უკვე ძალიან ცუდათაა. ხო. თმები აქვს უკვე ზღარბივით, ნახეთ. ხედავთ, ხო? ხედავთ, მეგობრებო, ძალიან ცუდათაა. იქნებ თმასაც ვერ იბარცხნიდეს, აი საცოდავი. რა დააბრუნება, რა ნაბიჯები, რა სელოდებით ამ ადამიანიდან მე არ ვიცი. გამორიცხეთ, მეგობრებო. გამორიცხეთ. აჰა, პასტაც გაუვარდა, საცოდავს წერილი რო დაეწერა, ყალამი გადამივარდა. ყალამი გადამივარდა, მეგობრებო. წერაც არ შეუძლია, ხო ხედავთ? მეგობრებო, საჯაროა ჩემი ლაივები ყოველთვის, მე არასოდეს არ მაქვს კითხვა-პასუხი. ვიღაცამ მომწერა, ერთკითხვიანი, ორკითხვიანი, არ მაქვს, მეგობრებო. დაბრუციან და აჭკები ხო არაო. მოკლედ, მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ მე მაქვს ჩვეულებრივი საჯარო ლაივი, ჩემი სურვილით. თუ კი გაქვთ სურვილი დაარჩით და თქვენ სასურველ ინფორმაციას გაიგებთ, თუ არა და ასკროლეთ. არც მე მეწყინება და არც თქვენ გამიბრაზდებით. ხო. ასე რომ მე არ მეწყინება.
იმას, რასაც მე ვაკეთებ, არავინ არ მაძალებს. სალამი აჭარას. სალამი აჭარას. აბა როგორ ვართ? აბა როგორ ვართ, მეგობრებო? ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. ასტრაბარათებს ვკითხო, მინდა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ნაბიჯები. ასტრაბარათები რას გვეტყვიან? ოჰა, მეგობრებო. აქ ყველაფერია ნათქვამი. ამ ადამიანს არაფერი აღარ აქვს. არც სახლი აქვს, არც კარი აქვს, არც ოჯახი აქვს, არც ტანსაცმელი აქვს, არც საჭმელი აქვს, არც ლოგინი აქვს, არც კარები არ აქვს და არც ჭერი აქვს. არაფერი აღარ აქვს. ამ ადამიანს არაფერი აღარ აქვს. ესე მოგადგებათ ცარიელ-ტარიელა და გეტყვით. შეიძლება მოვიდე? ან ასე გეტყვით, არ მიმიღებ? უბედურია მის დღე. საცოტავი. ესეთ იქნება მისი მომდევნო ნაბიჯები. ეს ადამიანი სულ გითვალთვალებთ, მეგობრებო, სულ გითვალთვალებთ ეს ადამიანი. ძალიან დამოუკიდებელს გხედავთ. თქვენ ჭკუაზე ხართ. რაღაც ძალიან თავისუფლები ხართ. ესე გხედავთ. ეს არის დამოუკიდებლობის კარტი. კიდევ. შორიდან ესე გიყურებთ ბინოკლით. ეს ადამიანი ყველაფერს აკვირდება თქვენსას. კიდევ მისი ნაბიჯები. ხო გეუბნებით, ინტერნეტ ქსელი, სოცქსელი გადაბრუნებული აქვს. თქვენ ესე ვინც ეკავ ხართ, ვინ მღერი ხართ, ვინ რას აკეთებთ და ვინ რას მე არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი ცოცხალ მყარი გიყურებთ. ეს ადამიანი ცოცხალ მყდარი გიყურებთ. კი. იმას, რასაც ხედავს, მკტება იმით. მერე ესე ამას უფრო ღამე აკეთებს. მერე ესე საკუთარ თავს ეჩხუბება, რატო გავაკეთე იგი? ეს როგორ შემეშალა? ანუ ესე ხელებით ელაპარაკება საკუთარ თავს. ხო, ეს ხართ თქვენ. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, რომელიც სადღაც ანათებს და არა მისთვის. მისი მომდევნო ნაბიჯები არა, გამოქცევები აქვს. კისრის ტეხვით. ეს ადამიანი თქვენთან გამოიქცევა. კი. ძალიან ბევრჯერ ჩაუკაკუნა ამ ადამიანს სამყარო. მაგრამ ვერაფერი ვერ შეასმინა. მოდი კიდევ ერთ სამოვიღებ. ბალზეა და ტყემალშავს. იმდენად დაბნეული და არეული ცხოვრება აქვს ამას, მეგობრებო. გამოშტერებული დადის რო იტყვიან. ყველაფერი ამის კისერზეა, ყველაფერი ამის ადარდებელია. ერთ საქმეს რო აკეთებს, მეორეზე ფიქრობს, მესამეზე დარდობს, მეოთხეზე ოცნებობს. ხო. ძალიან არეული ქაოსი აქვს თავში. მოკლედ ბალზეა და ტყემალს ჭამს. ესეთი სიტუაცია აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. ასე რომ შეიძლება რაღაც ჭირდეს, მეგობრებო, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გქონდეს. არ გამოურიცხავ. ამ ადამიანს შეიძლება გქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა.
თან სერიოზული პრობლემა. არ ვიცი ეს რატომ თქვი, მაგრამ კი აქ მალატია თუ რა მალაქია. ასე ამოვიკითხე თითქოს ავათა. ავათ შეიძლება იყოს. კი. ზოგადად ჩემოკარგებო, მამუკა, ზოგადად ამ ყველაფერს ჩვენ არ ვწყვიტავთ. ადამიანებმა ვინც რა გვისურვა, იმას დავუბრუნებ უკან ყველას. მე პირადად, ხო. ვინც რა მისურვა, უფალმა ყველას დაუბრუნოს უკან. სიკეთეც დაუბრუნოს უკან და სიგლახეც. ეს ასე ხდება, მეგობრებო. ამას ჩვენ არ ვწყვიტავთ. ამას წყვიტავს ზევით სამყარო. უფალ. შენ რო გეუბნება რომ ეს გასაღები ეხლა წადი და იმ კარებისა და მოარგეო, ეს გასაღები სხვა კარებში ვირწავა. ვერც იმ კარებთან მიხვალ შენ. ასეა. და იმ კარებთან კიდე თუ არასწორად მიხვალ, ტვინებს მიაგანგალებ იქა რო იტყვიან. გურულების ენაზე. ხო. აბარა, თქვენ რო დაგიშავათ, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა ამ ადამიანს. არა, არ გეთანხმები. ცხოვრება არის არა. კარმა არის, მაგრამ ის რასაც შენ წერ მაქვს, იგი არა. არა, მეგობრებო. ზოგჯერ რო იციან რა უსამართლოა სამყარო, სამყარო არასოდეს არა უსამართლო. ეგ არასოდეს არ გაიმეოროთ. ესეთი რაღაცა პირიდან არ მოუშვათ. ხო. სამყარო არასოდეს არა უსამართლო. ზუსტად ყველას ის უბრუნება, რასაც დათესავ იგი ამოვა. ხო იცით, მეგობრებო, ეხლა სიმიც თუ ჩააგდებთ, იქ პურის მარცვალი არ ამოვა. ასეა. ამიტომ სანამ რაიმეს დაუშავებენ, მანამდე უნდა იფიქრონ. სოდვა მე-7 თაობაზე გადადის. ისე თუ არ იცის ვინმე. ხო. ცოდვა გადადის მე-7 თაობაზე. ამიტომ მეგობრებო, სანამ სხვებს დაუშავებენ, მანამდე უნდა იფიქრათ ეს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბეფანა ძალიან დამეჩაგრა აქ. არ ვიცი რატომ. რა დააშავა, არ ვიცი. და ავიყვეს. აი, ჩვენი ბეფანა. ნახეთ, მეგობრებო, რა ლამაზია. ხო. ძალიან ლამაზი და სიმპათიური ბეფანები მყავს. ხო. აი ესე დარჩება დახვანული, ცოცხლზე გადამჯდარი ის ადამიანები, ვინც ხვის ცხოვრებაში ესე ჩაყოფენ ცხვირს და ფეხს. ესე დარჩებიან დახვანულები, მეგობრებო, ნახეთ. აი, ხედავთ ხო? რა სიმპათიურია, ხედავთ? ხო. აბა? სანამ სხვა ცხოვრებას დაუნგრევ, მანამდე უნდა იფიქრონ მასეთი რამე თორე. ჯერ უნდა იფიქრო რა მოყვება საქციელს და მერე გააკეთო. ხო, თუ არა და პირიქით აკეთებენ. აკეთებენ პირიქით, ესე არ გამოვა. მოკლედ, ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე, და ეს ყველა დღე ყოფილიყოს ბედნიერებით აღსავსე თქვენთვის. სიყვარულის მომტანი, ჯანმრთელობა გქონოდეთ, ხვავი და ბარაკა გქონოდეთ. მოკლედ, ბედნიერი კვირა დღე თქვენთვის მისურვებია და აბა დროებით.